ეფიანი ჯოუკეისის თავმჯდომარე შემოგვიერთდა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი სწორედ აი ამ ძალიან მძიმე ამას ინციდენტიც არ ქვია, როდესაც თანამოქალაქეებს შორის პოლიტიკურ საფუძველზე ხდება ფიზიკური დაპირისპირება, ეს ნებსი თუ უნებლიეთ ახლო ჩვენი ქვეყნის ახლო ძალიან ტრაგიკულ წარსულს გვახსენებს ხოლმე. აი არა უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკური ბრძოლის ყველა მხარემ იმისათვის, რომ აღარასდროს მივიდეთ ისეთ გამოუსწორებელ შედეგებამდე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ათწლეულით უკან დახია, რა თქმა უნდა, გულისხმობს 80 შავბნელ 90-იანებს ყველა გაგებით. დიახ, პირველ რიგში ის რაც ხდება, ალბათ ეს პირდაპირი შედეგი არის იმისა და ხანდახან ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს წინ ესეთი შეფასებები, როდესაც სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. და ეს არ არის მხოლოდ წესრიგის უზრუნველყოფა, ეს არის სამართლისა და სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა. ეს არის ალბათ ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, როცა პროცესი მიემართება ამ კალაპოტში, ამ გზით. ეს ნიშნავს იმას, რომ აი რაზედა ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობენ თავისი ფუნქციონალური დანიშნულებით. და ამ საკითხს ალბათ მეტი და დიდი ჩაშლა არ შეიძლება. და ამის შედეგი არის, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი სრულდება და ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვეძახით, ის არის არა პოლიტიკა, არამედ რეალურად ძალმომრეობაზე გადასვლა. როდესაც არც ერთ მხარეს არჩება სამწუხაროდ იმის სხვა არჩევანი, რომ არა დაუმტკიცოს მეორე მხარეს, ვინ უფრო ძლიერი არის და ვინ უფრო ღონიერი არის. ეს ძალიან ისეთი ახლა მოკლე დიაგნოზი, იმიტომ რომ გვიანი საათები არის და შევდივართ მაყურებლის გადაღლილობის მდგომარეობაში და მეტადრე თქვენს მდგომარეობაში. მაგრამ ალბათ მთავარი ანტიდოტი და ვთქვათ წამალი, რომ ჩვენ არ გადავეჩეხოთ იმაში, რაშიდაც რისგანაც ჯერჯერობით ინერციით მაინც გამოვდივართ, იმიტომ რომ მე ხანდახან წარმოდგენა რჩება, რომ ის რაც მოხდა 90-იან წლებში ჩვენ ბოლომდე ვერ განვიკურნეთ და მაინც ეს ნაშთი ამ პროცესებისა დაგვრჩა. კიდევ ერთხელ საკუთარ თავს შევახსენოთ ერთი რამ, რომ აკი ვთქვით, რომ პოლიტიკა ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს, ეს მე ამას პოლიტიკას ვერ უწოდებ. ჩვენ თუ კიდევ ერთხელ აღმოჩნდით იმ ორებში, იქ უკვე გამარჯვებული და დამარცხებული არ იქნება. ისტორიის გადმოსახედიდან როცა გავაწყდები, ერთადერთი დიაგნოზი რაც იქნება ამ პროცესისა და შემაჯამებელი იქნება ის, რომ საქართველო დამარცხდა. იქ მერე ვერავინ ვერ გაარჩევს და არც გაარჩევს დასრული იქნება, რომ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ რომელ პოლიტიკურ მეტოქეზე თუ პარტიაზე იმარჩვა. აი თავარი დასკვნა იქნება, რომ ქვეყანამ ვერ გამოიტანა დასკვნები მისი წარსულიდან, ქვეყანა ვერ გაიზარდა, პოლიტიკური აზრი ვერ მომწიფდა, საზოგადოება ვერ აღმოჩნდა მოწოდების დონეზე და შესაბამისად გამარჯვებული და მოგებული ამ ვითარებაში ისტორიული გადმოსახედიდან ვერ იქნება. ყველანი ჩვენ ვიქნებით დამარცხებული. ხომ არ ზრდის გარკვეულწილად ამ რიცხვებს, აი არ ვიცი, დაანონსებული თუ გამოცხადებული მშვიდობიანი რევოლუციის თარიღი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი ითხოვს უფრო მეტ დეტალიზებას, თუმცა არ ვიცი თავად აქციის ორგანიზატორები და როგორც მე ვხედავ, ძალიან ვიწრო წრი არის მხოლოდ ამ პოლიტიკოსებისა, ამ აქციის ორგანიზატორებსა და შესაბამისად პასუხისმგებელთა შორის, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური რვიანიდან ძალიან ბევრი, როგორც ორგანიზატორი, ცდილობს არათუ დისტანცირდეს, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობა მოიხსნას და ამბობენ, რომ ისინი ყველა აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათთვის მოსალოდნელი მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ბევრი არაფერი არის ცნობილი. თქვენ აი რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს, თუ კი ისე როგორც ეს მოლოდინებით არის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. სხვათა შორის, როგორც ვხედავთ, ქართული ოცნებაც ემზადება
თავისებურად 4 ოქტომბრისთვის და ამბობენ რომ თუ კი იქნება ხო ადგილი იქნება არ ვიცი პოლიტიკოსების მხრიდან კანონდარღვევას დაუსჯელი არავინ დარჩება. ნუ პირველ რიგში ალბათონო ემა, როდესაც ჩვენ ვოპერირებთ ესეთი ტერმინებით, როგორიც არის რევოლუცია, მშვიდობიანი ამხობა და ასე შემდეგ, ეს კიდევ ერთხელ გაგრძელება არის იმ ხაზისა, რაც პირველ კითხვაზე თქვენს პასუხში ჩამოვაყალიბე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი, როგორც ჩანს, აღმოჩნდით იმდენად წარუმატებელი, რომ სხვა გამოსავალი, სხვა განვითარება თითქოს და არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში ხმაურითა და დეციბალებით და მუჭისქნებით ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. ეს საერთოდ ზოგადად ქართული სახელმწიფოს მარცხის ეკვივალენტი იქნება. მე ხა არ მინდა ახლა არც მენტორად გამოვდგე, არც მორალისტად, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ესე არის. ეს ერთი და მთავარი დასკვნა. მეორე, ახლა მე ესეთ პროცესის ტექნოკრატიულ დონეზე ვერ ჩავალ, იმიტომ რომ მე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ გარკვეული კითხვები კი მიჩნდება. ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ის რასაც ჩვენ ვეძახით ქართული ოცნება, თუმცა მე ყოველთვის იმას ვამვითარებ, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიული კონგლომერატი, არამედ ეს არის ნაერთი სხვადასხვა ინტერესებისა. ამ ქვეყანას კიდევ უარეს შემთხვევაში გაუმართლებდა, რომ ეს იყოს ერთპარტიული მმართველობა, იმიტომ რომ პარტია მაინც ნიშნავს რაღაც კოლექტიურ, კოლეგიალურ ორგანოს და აქ აბსოლუტურად სხვა მოვლენასთან, სხვა პროცესთან გვაქვს ჩვენ შეხება, როდესაც გადაწყვეტილებათა მიღება საკუთრივ მმართველი პარტიის მიღმა და გაღმა არის გასული. ერთი რამ ესე იგი უბრალოდ ეხლა მეც აზრი გამისდა, რომ 4 ხო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ და არც თუ უსაფუძვლოთ, რომ მმართველმა ძალამ ამ კონგლომერატმა გადაუხვია კონსტიტუციურ ნორმებს და ნორმალური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პირობებში ალბათ ნებისმიერი ასეთი პრეტენზია იქნებოდა არამთუ არგუმენტირებულად დასაბუთებული, არამედ არგუმენტირებულად მხარდაჭერილი საკონსტიტუციო სამართლის მხრიდან. მაგრამ ეხლა მედლის მეორე მხარე არის, რომ აი 4 ოქტომბრის ღონისძიება ასევე ჩვენ ვიქადის საკონსტიტუციო ველიდან კიდევ უფრო მეტად გასვლას. იმიტომ რომ როდესაც მე ვისმენ განცხადებებს, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება, ბუნებრივია მე მიჩნდება კითხვა, ჯერ ობიექტური ფორმით, რას ნიშნავს ეს დასრულება, რამდენად აცდენა იქნება ამ დასკვნითი აქტისა მათი აზრით, ვინც ამ პროცესს სათავეში უდგას კონსტიტუციურ ნორმებთან და როგორ გადავდივართ ჩვენ 4-დან 5 ოქტომბერში. აი ეს წვედა, რომელიც შეიძლება მოხდეს ასეთი მშვიდობიანი რევოლუციის დამხობის შედეგად, რამდენად ჩვენ ამოგვაგდებს საბოლოოდ სამართლებრივი გალაპოტიდან ისე, რომ ჩვენ 4-ის საღამოს დღის მეორე ნაწილიდან თუ 5-ის გამთენიისას ჩვენ ვერ შევძლებთ დავბრუნდეთ ნორმალურ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესები მოითხოვს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის. ეს არის ალბათ საკმაოდ არაპოპულარული კითხვები, ეს არის უსიამოვნო კითხვები, მაგრამ მთელი ტრაგიზმი ვითარების სწორედ იმაში არის, რომ ესე იგი 91-ში აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ავა თუ კარგად დავღვარეთ წრემლიც, სისხლის და ოფლიც, რომ იმ წარუმატებლობებთან ერთად იმ წარმატებებისთვისაც მიგვეღწია, რასაც მივაღწიეთ, ეს იყო ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მაგრამ დღეს სხვადასხვა ფორმალური სტატუსებით შემკობილი ამბიციებით და პრეტენზიებით ჩვენ გვიწევს ასეთ თემატიკაზე საუბარი, როგორიც არის დამხობა, გადატრიალება, მშვიდობიანი რევოლუცია და ასე შემდეგ. ნუ თუ ჩვენ ესე იგი არათუ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, არამედ ამ ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის პროცესის ევოლუციონირების გზაზე მეტი დასკვნა და მეტი ეს თქვა სიბრძნე და მეტი სიღრმე ვერ გამოვიტანეთ, რომ დღეს ბედა თქვენ AM-ეთერში ვზივართ და ამ თემებზე ვსაუბრობთ. სხვა შორის დღეს უკვე ქართულმა ოცნებამ ღიად დაიწყო საუბარი ყოფილ თანაგუნდელებზე, პირველად
თქვეს, რომ ისინი არათუ საკუთარი ნებით წავიდნენ. აქ საუბარია სუსის ყოფილ უფროსზე, ყოფილ პრემიერზე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, არამედ თურმე გაგდებულები არიან, ახლა არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ყველა მიხვდა, ვისაც გულისხმობდნენ, ახლა დიდი ხანი უკვე გახარიაზე ეს პირდაპირ მოურიდებლად ღიად საუბრობენ, ხო? ღალატის კონტექსტში და ახლა მათაც უწოდებენ მოღალატეებს და როდესაც აი 4 ოქტომბრის აქციის საკითხზე არის საუბარი, ქართული ოცნება არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია მათ ყოფილ მაღალჩინოსნებს რაღაცა კავშირი თუ შემხებლობა კონდეს ქვეყანაში რადიკალური პროცესების დაფინანსებასთან ან ორგანიზებასთან. ბევრი ვერსია მოვისმინე, ზოგმა თქვა, რომ მით უმეტეს ამ ყველაფერს წინ უძღოდა კობახიძის განცხადებები მთავრობის ხდომას, სადაც თქვა, რომ ყველაფერი მიშვებული იყო როგორც კრიმინალთა ბრძოლის თვალსაზრისით და ორი უმძიმესი დანაშაული ახსენა, ეს არის ნარკოდანაშაული და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობა. ანუ პირდაპირ დაადანაშაულა, რომ მაშინელი შინაგან საქმეთა მინისტრი არაფერს აკეთებდა და ახლანდელმა, რა ვიცი, 10 ჯერ და შეიძლება 100 ჯერ მეტი დამნაშავე დაიჭირა ამ მიმართულებით. ზოგმა ეს აღიქვა როგორც ნიადაგის მომზადება ყოფილი თანაგუნდელების დასაპატიმრებლად, ზოგმა გაფრთხილება, რომ არავინ იფიქროს და პირდაპირ თუ ირიბათ თანამშრომლობა არ გააბას პოლიტიკურ ოპონენტებთან. თქვენ როგორ გაიგეთ ქართული ოცნების ეს ძალიან სკანდალური განცხადებები? პირველ რიგში მე გავიგე ისე, რომ თურმე ამ ახალ დანიშნვებამდე, რაც დანიშნები იყო და ესეც ქართული ოცნების სიარიდან მოდიოდა, თურმე ეს ქართული ოცნება კი არა, არამედ მარქსიანელები მართავდნენ ქვეყანას. ეს დასკვნა გამოვიტანე, რომ ამ 13 წლის განმავლობაში თუ ოდნავ მეტის ეს ამ გუნდიდან გამოსული დანიშნები კი არ იყო, არამედ რაღაც ეს თქვათ სხვა galaktikიდან ფაქტიურად აქ უკვე deep state-ზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ნახეთ, ყოველი ახალი დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფაქტიურად ირიბად უკავშირდება ძველი ხელმძღვანელობის კრიტიკას. შინაგან საქმეთა მინისტრზე ყოფილზე მოვისმინეთ, რომ სამინისტრო მიშვებული იყო. ეხლა დღეს ერთი ჩემი ძალიან პატივცემული კოლეგის პოსტი წავიკითხე ენერგეტიკოსის და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე. ქალბატონმა მარიამმა თქვა, რომ აი ძველმა გუნდმა პრობლემები დატოვა და ეხლა ახალი გუნდი ამის გამოსწორებით დაკავდება. თან ყველაფრის ამის მოწოდება ხდება ისე, რომ აი ისტორია თითქოს და არ არსებობდა და ყოველ ჯერზე ეს პრივილეგია, ინდულგენცია გვაქვს, რომ ისტორიის წერა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. თან არც მოგვერიდოს ამ განცხადების გაკეთება, ვითომ ის რაც გუშინ ხდებოდა და გუშინ წინ მე იქ არ ვიყავ. ეს არ მეხებოდა, ეს ჩვენ არ ვიყავით. ეს ვიღაც სხვა იყო, რაღაც უხილავი რაღაც სხვა პლანეტიდან ხდებოდა ამ პროცესების მართვა. ეს შეიძლება ძალიან ისეთი ახლა სარკაზმით ნარევი შენიშვნარი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ როგორ შეიძლება გარკვეული ჯგუფი პოლიტიკური უპატივცემულობას გამოხატავდეს საკუთარი საზოგადოების მიმართ და საკუთარი და არა მარტო საკუთარი, არა მარტო სხვა გუნდის ამორჩევლის, არამედ საკუთარი ამორჩევლის მიმართ, რომ შეუძლია ყოველ ჯერზე აი ამ ისტორიის გადაწერით დაკავდეს. ეს არის მართლაც საოცარი რამ. ხო, მაგრამ რა შეიძლება ეს მოასწავლებლდეს, ანუ შემდგომი ნაბიჯები? მეორე დასკვნა, ეხლა შეიძლება ეს ბევრ ამას მოასწავლებლდეს, მაგრამ მე ერთხელ ეთერში თქვი, რომ ეს ჩემი და თქვენი საზრუნავი არ არის და რისი მომასწავლებელიც არის და ესე იყოს. მე უბრალოდ მიკვირს ასეთი პოლიტიკის, ეხლა წმინდა ეს პრაგმატულად რო შევხედოთ ეგრეთ წოდებული ოცნების გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება ასე თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ჭრიდე იმ ტოტს, რომელზეც ყველანი არის ჩამოსდა. მიუხედავად იმისა, წარსულში იყო ქართული ოცნების მაღალი რანგის ფუნქციონერი თუ აწყოში. მე საერთოდ სიმართლე რო გითხრათ, აი ამ ფორმაციის კაბინეტს რომ უყურებდა მის ხელმძღვანელს, მე ჩემი აზრით ხანდახან ისეთი წარმოდგენა მრჩება, რომ ასე დათურ სამსახურს უწევდე საკუთარ პარტიულ ინტერესებს და ჯგუფის ინტერესებს, ამას ერთგვარი ნიჭი უნდა. მე ასეთ ნიჭს რა თქმა უნდა არ შევნატრი, მაგრამ თუ ეს ფუნქცია მან იკისრა და ეს შეუძლია ამ გეზით გააგრძელოს, მაგრამ მესამე თეზა რაც მინდა ჩავთო ამ პასუხში და ძალიან მოკლეზე შემოვიფარლო, როგორი არაჯანსაღი არის სისტემა, როგორი უმადური არიან თანაგუნდელები საკუთარი
ერთმანეთის მიმართ, როგორი დაუფასებელი არის, როგორი დაუმსახურებელი არის ხშირად ის ქებაც და ის ძაგებაც. ამიტომ ალბათ ეს არის დღეს მთავარი ნიშნასვეტი და დასკვნა, რა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ აი ამ ისტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ კი გამოვიტანთ, მაგრამ დასთავარია გამოიტანონ მათ, ვინც დღეს აი ამ სისტემის სამსახურში დგას და სჯერა თუ არ სჯერა, მე არ ვიცი, ეს მათ საკუთარ თავს უნდა მოკითხონ, რომ ეს მათ დაუფასდებათ, რომ ისინი გამოყენებული არ იქნებიან როგორც უბრალოდ მასალა და ხვალ ისევე არ გაისტუმრებენ პოლიტიკურ სანაგვეზე, როგორც ეს მათ წინამორბედებს დაემართა. მადლობა ბატონო ვიქტორ, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯოქეისის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს უსმენდით, ქართული ოცნების ლიდერები